რატოდ გეხართ აქ, რატო არ შედიხართ შიგნით? CSGO-დან არ ჩამოვიდა ჩვენი პირკები. ჩვენ დამკვირვებლები ვართ უბანზე და დავრჩით გარეთ. რომელი პარტიიდან? კოალიცია ქართული ოცნებიდან. დამკვირვებელი ვიყავი, არ მოვიდა ჩვენი არაფერი და უნდათ გაყალბება, არ უნდათ რომ გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ და ამიტომ შემცირებული მოვიდა ყველაფერი. სამკერდო ნიშანი არ არის CSGO-დან მოსული. რამდენი ადამიანი დარჩით? 1 2 3 4 5 6 ადამიანი. რომელი პარტიის წარმომადგენლები? დამკვირვებლებია. დაგვატოვია შენობა, მოვედით შვილის ნახევარი. მოვედით უბანი გაიხსნა და შიგნით არ შეგვიშვეს. რატო? რის გამო არ შეგიშვეს? ჩამოვიდა დამზადებული ჩვენი პირკები. მოწმობა. და რომელი პარტიიდან ხარ? ქართული ოცნება. ყველა პარტია ასეა. ეს სამი ადამიანი ყველა ქართული ოცნება. 4 ეს არ შეიძლება. ერთი მამაკაცია კიდე რომელიც გარეთ ხალი წავიდა კიდე ერთი ხალი წავიდა. 4 ვართ ესე. 4 ვართ გარეთ დარჩენილი. სულ ჩვენ წარმომადგენელი 2-ია შიგ. ქართული ოცნებიდან 4 ადამიანი შევიდა და ერთის მეც არტოვებელში. პიკები აქვთ, ბეიჯები? ეხლა არის ეს. შეგნით არიან ეს. და ვინეუბრება რომ დატოვეთ საქმე. კომისიის თავმჯდომარე კაპიტანს უთხრეს რომ დატოვეო. რატო? არ ვიცი, აბა მათი ამბავი ნაკლები რომ იყოს ალბათ. ჩვენი დამკვირვებელი იმიტომ. ქართული ოცნების დამკვირვებლებს არ მისცეს აკრედიტაცია. ამასთან დაკავშირებით რა? ნუ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ანუ თქვენ მესაუბრებით CSGO-სთან დაკავშირებით, მე ამ ეტაპისთვის ვერ მოგცემთ კომენტარს, რადგან მე პირადად ჩემთვის უცნობია CSGO-ში მიმართა აკრედიტაციის ის. CSGO-ს წარმომადგენელი. გასაგებია, მაგრამ მე ამ ეტაპზე არ შემიძლია აღნიშნულ ფაქტთან კომენტარი, იმიტომ რომ ჩვენთვის უცნობია. პირადად ჩემთვის აღნიშნული გარემოება უცნობია. და თქვენ როგორც იურისტი რას მეტყვით, ეს არის თუ არა კანონდარღვევა? ამდენ დამკვირვებლებს არ მისცეს აკრედიტაცია. ნუ ფაქტთან დაკავშირებით ფაქტს არ ვიცნობ, მაგრამ როგორც იურისტი გამმარტა რომ შესაძლებელია უარის საფუძველი ყოფილიყო ხარვეზი, მაგრამ გამომდინარე აქედან რომ მე არ ვიცი ნამდვილად რა ციფრებზეა საუბარი, მე იმის თქმაც არ შემიძლია. ეს ესაბუთებიათ თუ ხოდათ მათ უარის საფუძველი? მე კიდევ ერთხელ მინდა მე ჩემთან საუბედროთ, არც ერთი მხარის პოზიცია ვიცი ამ ეტაპზე, არც მეორე მხარის პოზიცია. თქვენსგან პირველად მესმის ახლა საუბარია 20,000 დამკვირვებელზე, ხო თქვენ მესაუბრებით, მე ნამდვილად არ ვიცი, ვერ ვფლობ ინფორმაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ფიქრობ დაგეგმილად არ გაიცარეს სამთავრობო ორგანიზაციებზე სათანადო მოწმობები და რიცხვი სოლიდურია ამ დამკვირვებლებისა, რომლებაც ვერ მოახერხეს უბანზე დროულად შესვლა. უკვე დღის პირველი ნახევარი იწურება და რამდენადაც ჩვენთვის ზოგადად არის ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მისცემიათ საშუალება უბანზე შესვლის, რადგან შესაბამისი მოწმობები ჯერ კიდევ არ მისვლიათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ ზოგადი კომენტარი ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს კიდევ ერთი ნიშანია არადემოკრატიული ქმედებისა. და იმით რომ არჩევნები სამწუხაროდ არჩევნების პროცესი გამჭვირვალე არ არის.